საღამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. Ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო პიროვნება ბატონი ერმილე მაღრაძე, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი ქალწული, საყვარელი ქალაქი გორი, ცხოვრების მიზანი სამშობლოსადმი სამსახური. ოცნება, ქართული ტიხროვანი მინაქრის ძეგლების მოძიება და მათი დაბრუნება საქართველოში თუნდაც ასლების სახით. საყვარელი მწერლები, ლევან გოთუა, კონსტანტინე გამსახურდია და ვაჟა ფშაველა. ჰობი, ბადით თევზაობა. ბიოგრაფიული შტრიხები. ერმილე მაღრაძე დაიბადა 1953 წლის 5 სექტემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ მარელისში. არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერმწერის განხრით, რომელიც 1973 წელს დაამთავრა. ამავე წელს აბარებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერმწერის ფაკულტეტზე, რომელიც 1980 წელს დაამთავრა. 1977 წელს შექმნა თავისი პირველი ტიხრული მინაქრის ნამუშევარი. 1977 წელს შექმნა ოჯახი. 1979 წლიდან ქალაქ გორის მკვიდრი ხდება. 1991 წელს გორში გაიხსნა მისი სახელოსნო, სადაც დაარსა ტიხროვანი მინაქრის სკოლა. ერმილე მაღრაძემ შექმნა სოფელ ვარძიის ღვთისმშობლის ხატის იოანე ღვთისმეტყველის მინაქრული მედალიონის ასლი, რომელიც ამჟამად ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურში. ამ ნამუშევრით ჩაითვალა, რომ აღდგა არქეოლოგიური ტიხროვანი მინაქრის ტექნოლოგია. ამის შემდეგ იგი იწყებს აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში. ერმილე მაღრაძეს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. საქართველოში მინაქრის კულტურას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ძველად მინაქრს სასულიერო ცენტრებში ამუშავებდნენ. სასულიერო პირები მინაქრისაგან საოცრებებს ქმნიდნენ. ღუმელში სმალტა იხარშებოდა, შემდეგ მუშავდებოდა, ტიხარში ისხმებოდა და ძოწს, ფირუს, იაგურს, ლაზურით თუ მარგალიტს მიმსგავსებული ფერადოვანი მინაქრით შედევრები იბადებოდა. მე-15 საუკუნის საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. მინაქრულ ხელოვნებაში ევროპული მიმართულება გაჩნდა. რთული ტექნოლოგია და სიღრმისაგან დაბზარული მინაქარი მას აღარ სჭირდებოდა. პრიორიტეტს ნივთის სულიერი მხარე კი არა, უზადოდ შესრულებული ნიმუშის მატერიალური სრულფასოვნება წარმოადგენდა. იმ პერიოდში ტიხრული მინაქრის ისტორია დასრულდა. ტიხროვანი მინაქრის დაკარგული ტექნოლოგიის აღდგენით ჩვენი გადაცემის სტუმრის ერმილე მაღრაძის მეგობარი ვაჟა ჩხაიძე დაინტერესდა და პირველი წარმატებული ნაბიჯიც გადადგა. მაშინ ბატონი ერმილე სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე სწავლობდა ფერმწერის ფაკულტეტზე. ახალგაზრდა მხატვარი დაინტერესდა დავიწყებული ხელოვნების აღდგენით. ექსპერიმენტებისა და ძიების პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ კი მინაქრის მიღების გზების ძიებასა და ძველი ქარაგბების ახსნას 25 წელი დასჭირდა. მისი მიერ შექმნილი იმერეთის სოფელ ვარძიის ღვთისმშობლის ხატის იოანე ღვთისმეტყველის მინაქრის მედალიონის ასლით ჩაითვალა, რომ აღდგა არქეოლოგიური ტიხროვანი მინაქრის ტექნოლოგია. ხელოვანი ერმილე მაღრაძე აღწერს იმ პროცესებს, რომელსაც შუა საუკუნეების ტექნოლოგიით მუშაობა ჰქვია. ყველა შემთხვევაში ჯერ იქნება, ჯერ ჩდება იდეა რაღაც სურვილი რაღაცის შექმნისა, შემდეგ უნდა განხორციელდეს შეიქმნას ესკიზი, გრაფიკული ესკიზი თქვათ, როცა ეს გრაფიკული ესკიზი უკვე მივა სრულყოფილებამდე, შემდეგ უნდა შეიქმნას ფერადი ესკიზი, რომელი ფერი სმალტა რა ნაწილში მედალიონის ან ხატის რომელ ნაწილში ჩაჯდება და ამის შემდეგ იწყება მისი განხორციელება. განხორციელებას წინ უძღვის საფუძვლე მეტალის, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სპილენძი, შეიძლება იყოს ვერცხლი, შეიძლება იყოს ოქრო, ამისი მომზადება. შემდეგ ხდება უწვრილესი ფირფიტების დამზადება, რომლებსაც ტიხრებს ვეძახით, შემდეგ ამ ტიხრების მირჩევლა ხდება საფუძველზე და შემდეგ უკვე მიღებულ ასე ვთქვათ ტიხრებში დასრულებულ გამოსახულებაში შეგვაქვს უკვე წინასწარ მომზადებული მინაქრის დამუშავებული, გასუფთავებული მინაქრის სმალტა, რომელიც ამ შემთხვევაში ფაფის სახით არის მოცემული. და აუცილებლად უნდა იქნეს წინასწარ კიდე ერთი ოპერაცია ჩატარებული, რომ იმ ფერადი ესკიზის მიხედვით უნდა იქნეს ყველა შესაფერისი სმალტა მოხარშული. ანუ მინისებული მასას მიღებული. რა თქმა უნდა,
სწორედ აი ამ სახელოსნოს განსხვავებულობა თქვა დანარჩენი არ ვიცი ეს რაღაც სხვანაირი ხმამაღალი თქვა არ გამომივიდეს, მაგრამ სხვა ამ სახელოსნოს დამახასიათებელი განმასხვავებელი ნიშან-თვისება ის არის, რომ სწორედ აქ იქნება სასურველი ნებისმიერი ფერადოვანი სმალტა და არ გვჭირდება რაიმე შეძენა და ყიდა. ჩვენ თვითონ შეგვიძლია, მე თვითონ შემიძლია მოვხარშო და დავამზადო აქვე ადგილზე. ბატონმა ერმილემ დიდი შრომისა და ძიების შემდეგ შეძლო დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. მას თითქმის ყველა სმალტა მოხარშული და ტიხრის, ჩილვის ყველა მეთოდი დამუშავებული აქვს. ამ წლების მანძილზე მას ხელოვნების მუზეუმის საგანძურში მუშაობის უფლება ეძლეოდა. გორიდან თბილისში ჩაქონდა მოხარშული სმალტები და შუა საუკუნეების ნიმუშებს ადარებდა. ხელოვანმა საოცრად დიდი მოდომებისა და შემართების წყალობით თავისი დასახული მიზანი განახორციელა. ძიების პროცესს წერტილი დაუსვა და აღადგინა შუა საუკუნეების ტიხროვანი მინაქრის სმალტების ფერთა პალიტრა. მან 1977 წელს შექმნა თავისი პირველი ნამუშევარი წერილს გამოსახულებით. პირველ ნაშრომს სხვა ცნობილი ნაშრომები მოჰყვა. 1991 წელს კი მან გორში თავისი სახელოსნო გახსნა, სადაც დაარსდა ტიხროვანი მინაქრის სკოლა. ამ სკოლაში ბავშვებს იგი ყოველგვარი გადასახადის გარეშე ასწავლის. მისი მოსწავლეები აქ უკვე 14-15 წელიწადია, რაც ამ ურთულეს პროცესს აკვირდებიან. სმალტის მოხარშვაში მონაწილეობის მიღება კი მხოლოდ ერთმა მათგანმა შეძლო. ჩვენ გავიცანით ერმილე მაღრაძის მოსწავლეები, რომლებიც ოსტატს საკმაოდ დადებით პიროვნებად მიიჩნევენ და თვლი არ რომ მისგან ბევრი რამ შეისწავლეს. ძალიან კარგი მასწავლებელია, ძალიან მეგობრული და მეგობრულად გვიდგება ჩვენ და ძალიან მიყვარს ეს მასწავლებელი. და ამ დადებით ისევთან ერთად უარყოფითი ათასებებია, რომელსაც გვეწყობდი გაგუგლეთ. არა აქვს. მაინტერესებს აგრეთვე რამდენი რთულია ამ მასალის მოძიება, რადგან მუშაობთ. თქვენ და აი ფერების დაყენებას თუ გიხსენებთ ამ. ჩვენ ფერების დაყენება არ გვეხერხება. თვითონ ერმილე მასწავლებელი ხარშავს და ეს ტექნოლოგია მარტო თვითონ იცის და თავის მეშვეობით დავითმე და ჩვენ ეს არ ვიცით. თუ იმ შემთხვევაში თუ გავყვებით ამ სპეციალობას, იმ შემთხვევაში გვასწავლის ეს ჯერ საიდუმლოა. სკოლაში 4 წელს განმავლობაში დავდივარ. მუშაობისწავლე ხატვა. აგრეთვე მინანქარი, ტექნოლოგიური მინანქარი. ამ წუთში შედგენილი მაქვს გრაფიკული ნახატი და აგრეთვე შედგენილი მაქვს ჩემი კომპოზიცია ფერებში. და ახლა ხდება ამ ტიხრებით. დაჭრილია 2 მმ-ის სიგანის ტიხრები და ამ ტიხრებით ხდება ფორმების გამეორება, რაც გვაქვს გრაფიკულ ესკიზი. შემდეგ რა არის შემდგომი პროცესი რა იქნება? შემდეგ იქნება უკვე მისჩილვა. საფუძველი იჭრება და იმაზე ხდება მისჩილვა. სპეციალური სასჯელები ხონილი, რომელთაც ეს ისჩილება. შემდეგ უკვე ხდება ფერების ჩადება და ბოლო პროცესამდე მიდის უკვე გადახეხვა და გაპერიალება. თვითონ ბატონ ერმილეზე რას გვეწყო? როგორი მასწავლებელი რამდენად მკაცრია? მკაცრი არ ყვარს დაგვიანება, ამასთან ძალიან მკაცრია ამ მხრივ. ყვარს მოწესრიგებული და იყო ძალიან, რომ იყო აქ სკოლაში იარო. ძალიან ვიყვარს და ვფასებ მას. ბატონი ერმილე ტიხრული მინაქრის წარმოებისათვის საჭირო მასალებს ბუნებაში აგროვებს. იგი მოსწავლეებთან ერთად მდინარე თეძმის ხეობაში საჭირო მინერალებს აგროვებს. მინერალები ძველი წესის მიხედვით იფქვება, ეგრეთ წოდებული მაღლობები ემატება და მინაქროვანი მასის მომზადება იწყება. ღუმელს, რომელშიც ამ მასას იღებენ, თაკარა ჰქვია. სმალტა ნახშირზე იხარშება, როცა მინაქროვანი მასა მზადაა, ფერების დახარისხების ჯერი დგება. თითოეული ფერი სხვადასხვა ტემპერატურას ითხოვს. თუ ტემპერატურის რეჟიმი ვერ აეწყო, საქმე გაფუჭდება. ერმილე მაღრაძემ 1977 წელს შექმნა ოჯახი. 1979 წლიდან იგი გორის მკვიდრი ხდება. ჰყავს 3 შვილი: თამარი, დავითი და მარიამი. მეუღლე ნონა მარღიშვილი, პროფესიით ექიმი თერაპევტი. ჩვენ სამწუხაროდ ვერ გავიცანით მისი ოჯახის წევრები. სამგეროდ გავიცანით ხელოვანის მოსწავლეები და ის საქმე, რომელსაც ის წლების განმავლობაში ემსახურება. ბატონ ერმილეს თავისი ნამუშევრები ხშირად გააქვს საზღვარგარეთ. ჰქონდა გამოფენა უნგრეთში, ქალაქ კეჩკემეთში, 20 ნამუშევარი ჰქონდა წარდგენილი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, გამართულ საქართველოს კულტურის დღეებზე. მან აგრეთვე ქალაქ დორნახში მიიღო მონაწილეობა საშობაო გამოფენაში. მისმა ნამუშევრებმა არაერთხელ დაიმსახურეს მნახველთა დიდი მოწონება.
თუმცა ხელოვანისათვის ყველაზე დიდ ჯილდოდ და აღიარებად სულ სხვა ფაქტი ითვლება. ჩემთვის ყველაზე საპატიო შეფასება ჩემი შრომისა იყო ის, როცა მე შევქმენი ჩვენი ხელოვნების მუზეუმის სახელმწიფოს განყოფილებაში დაცული მოქმედ ექსპოზიციაში დაცული ერთ-ერთი ხატის იმერეთის ვარძიის ღვთისმშობლის ხატი არის ესეთი, მასზე 5 მინანქროვანი მედალიონია, აი ამ 5 მინანქრიდან ერთ-ერთის ასლის შევქმენი მე. იმის დასტურად, რომ ეს ტექნოლოგია ბოლომდე იყო აღდგენილი, ყველა თვალსაზრისით, ყველა პარამეტრებში ეს იყო ამოხსნილი, დამთავრებული პროცესი. ისაც დაიკარგა მე-15 საუკუნის შუა პერიოდებში უკვე დამთავრებული და აღდგენილი იყო. ამისათვის, ამის დასტურად, სწორედ სახელმწიფოს განყოფილების თანამშრომლების და კერძოდ ბატონი გურამ აბრამიშვილის სახელმწიფოს განყოფილების გამგესთან ერთად შევარჩიეთ ეს მედალიონი, კარგი იქნება თუ ამას შეასრულებოდა. მაშინდე ეს იყო საკრებულოს პერიოდი, საკრებულოს თავკაცობდა ბატონი ომარ ჩუბინიძე, აცგანსვენებული დიდი ქართველი მამულიშვილი და აი ამ ადამიანმა შემიძინა შეაკრებინა იქ რამდენიმე პიროვნებას მცირე ოქრო, სულ დაჭირდა 3.5 გრამი ამ მედალიონის ტექნების განხორციელებას და აი ამ მასალაში შემდეგ იქნა შესრულებული ამ ხატის ასლი, ამ მინანქროვანი მედალიონის ასლი. აი ჩემთვის უზარმაზარი ჯილდო იყო ის, რომ ეს იქნა აღიარებული და დღეს ეს მედალიონი გამოფენილი არის სახელმწიფოს მოქმედ ექსპოზიციაში შუა საუკუნეების ტექნოვანი მინანქრების გვერდით. როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახსა და საყვარელ საქმიანობას? ოჯახი 77 წელში დავოჯახდი, ყავს 3 შვილი, მეუღლე, 3 შვილი და ისინი უკვე საკმაოდ ბავშვები, შვილები უკვე საკმაოდ დიდები არიან. მხოლოდ ერთი არის ამჟამად სტუდენტი, ორმა დაამთავრა უკვე. ოჯახთან ურთიერთობისათვის რა თქმა უნდა ძალიან მცირედ რომ რჩება, იმიტომ რომ ეს საქმე მოითხოვს, რომ ბოლომდე ამ საქმეში უნდა იყოს და ასევე ჩემთვისაც ძალიან უმთავრესი დრო, რაც გამაჩნია აი ამ საქმეს ეწირება. თავისუფალ თუ გაქვთ და რასაკეთებთ თავისუფალი დრო უნდა გამოიჩინოს, სხვანაირად თითქმის არ არსებობს. თითქმის არ არსებობს. მე სულ აი დროის უქონლობას ვუჩივი, რაც არის ყველაზე მეტად ძვირფასი და ღირებული, ეს არის აი ბავშვებსაც მეუბნები ხოლმე ჩემოსწავლებს, რომ ძალიან გაუფრთხილეთ დროს, ისწავლეთ დროის მოხმარება. ერმილე მაღრაძეს კიდევ ბევრი რამ აქვს შესაქმნელი და გასაკეთებელი შემოქმედებითი საქმიანობის თვალსაზრისით. მას დაგეგმილი აქვს პერსონალური გამოფენის მოწყობა გორსა და თბილისში. თუმცა როგორც მოგეხსენებათ, ამ მიზნის განხორციელება უკვე ფინანსებზეა დამოკიდებული. ადამიანის არსება საერთოდ გეგმებში და ოცნებებშია გახვეული. აქედან ზოგი რეალურია, ზოგი არარეალურია. როგორც წესი პირველეს ყოვლისა ყველაფერი იწყება იქედან, სადაც დგეხარ, ხო? აი თქვათ ეს სახელოსნო, ამ სახელოსნოს სრულყოფილება, თქვათ კიდევ უფრო. აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც აქეუფლებიან რაღაცას, ამათთანაც რაღაც მართლად მიტანა იმ პრობლემებისა, რომელიც ჩვენ თქვათ აი ამ სფეროში გვიდგას დღეს ჩვენს ქვეყანაში. არის რა ვიცი, დღეს ყველა მცოდნე თუ არამცოდნე ტექნოვან მინანქარში მუშაობს და მინდა ამათ რაღაცნაირად ის ყველაფერი უფრო ისეთ კარგად, უფრო სწორად დაინახონ. შეიძლება ისეთ ჯანსაღად იქნეს ეს ყველაფერი მათი მხრიდან აღქმული და დანახული და სრულყოფილად. უპირველეს ყოვლისა მაინც მე მაინტერესებს რომ ადგილზე ქვეყნის შიგნით გაკეთეს ჩემი პერსონალური გამოფენა. საკმაოდ ბევრია უკვე იმ მხრივ გაკეთებული, რომ შეიძლება ამ გამოფენის მოწყობა, სულ რამდენიმე კომპოზიცია კიდევ განსახორციელებელი. ალბათ ამას დასჭირდება ესე 6-7 თვე და ამის შემდეგ ფიქრობ უნდა მოეწყოს ეს გამოფენა. მინდა მოეწყოს ეს გამოფენა მაგ ქალაქ გორშიც, ჩვენს ქალაქში და მინდა ასევე გაიმართოს ეს გამოფენა თბილისში.
ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, მე რა თქმა უნდა ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებებს ბატონ ერმილეს, თქვენ კი საუკეთესო სურვილებით მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნახვამდის.